მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ გიორგი ჩაკვეტაძის პოტენციურ ახალ გუნდზე, ასევე ზურიკო დავითაშვილის საოცარ ფორმაზე. ვისაუბრებთ კვარაცხელიასა და PSG-ს შესახებ. ვისაუბრებთ, როგორ იპყრობს მიქაუტაძეს ნახევარი ევროპის ყურადღებას და გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლის შესახებ. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ავიდეთ 1000 გამომწერზე. საფრანგეთის ლიგა, ერთში სენტ ეტიენი საკუთარ მოედანზე მონაკოსთან 1-3 დამარცხდა. ზურიკო დავითაშვილმა საოცარი გოლი გაიტანა, რომელიც მის კარიერაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ZDZ მეორე შეხვედრაში ახერხებს გოლის გატანას, თუმცა მისი გუნდი გამარჯვებას მაინც ვერ ახერხებს. ზურიკო დავითაშვილის თამაში 7.5 ქულით შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ სენტ ეტიენი აღნიშნული მატჩის შემდეგ 27 ქულით საფრანგეთის ლიგა 1-ში გასავარდ ზონაშია. თუმცა ჯერ კიდევ აქვთ შანსები, რომ ლიგა 1-ში დარჩნენ. ზურიკოს ამ სეზონში 9 გოლი და 7 ასისტი დაუგროვდა. ფრანგულ მედიაში ოქროს ბურთთან დაკავშირებით ახალი ცნობები ვრცელდება. სხვადასხვა წყაროების გამოქვეყნებული სიების მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ათეულშია. სრული ცხრილი ასე გამოიყურება. ერთ-ერთი ფრანგული გამოცემის თანახმად დემბელე ლიდერობს, შემდეგ მოდის რაფინია, იამალი, ბაპე, სალაჰი. მეექვსე ადგილს კი ამ სიაში კვარაცხელია იკავებს. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენს ზამთარში შეუერთდა. მას შემდეგ ქართველი თავდამსხმელი ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახლავთ. გადასვლის შემდეგ კარგ ფორმაშია და ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის წოდებას იკავებს. კვარა 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მეორე ადგილზე უსმან დემბელე გახლავთ, რომელიც 75 მილიონ ევროდაა შეფასებული. პარის სენ-ჟერმენისა და ლონდონის არსენალის საპასუხო მატჩის წინ პარიზელთათვის სამწუხარო ამბავი გავრცელდა. უსმან დემბელეს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. ნახევარფინალს გამოტოვებს. ცნობისთვის, პარიზელებისა და ლონდონელების საპასუხო თამაში 7 მაისს შედგება. არსენალსა და PSG-ს შორის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრმა ყოფილმა ფეხბურთელმა ისაუბრა. ქართველზე ასევე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა. ვფიქრობ, პარის სენ-ჟერმენში გადასვლა მისი თამაში კიდევ უფრო განავითარა. ჩემთვის ის ტოპ 5 ფეხბურთელში შედის. ხვიჩა სულ უფრო უკეთესი ხდება და ისეთი მოთამაშეების დონეზეა, როგორებიც არიან ვინისიუსი, რაფინია. არ ვიცი მისი კარიერა როგორ წავა და როგორ განვითარდება, თუმცა ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესოა, განაცხადა საუთგეიტმა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა Leeds United-მა თვალი უოტფორდის ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს დაადგა. დილსი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე საინტერესო კანდიდატს ამზადებს, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში გამორჩეული არ არის, 2 გოლი და 6 ასისტი, გამოცემა ხაზს უსვამს მის ძლიერ მხარეებს, უმაღლესი კლასის დრიბლინგი, ტექნიკა და ის, რომ მეტოქე გუნდის კომაგებზე ხშირად ახდენ შთაბეჭდილებას. ასეთი შემტევი საჭიროა, ნამდვილად შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ჩაკვეტაძეს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2009 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი ღირებულება 4 მილიონ ევროა. გავლენიანი იტალიური გამოცემა გიორგი მიქაუტაძეზე დიდ სტატიას აქვეყნებს. ლიონს უდიდესი ტალანტი ყავს, რომელიც განსხვავებული, თანამედროვე და საინტერესო პროფილის მქონე ფეხბურთელია. გიორგი მიქაუტაძე ნახევარი ევროპის ყურადღების ცენტრშია და მათ შორის იუვენტუსიცაა, რაც მისი ბრწყინვალე სეზონის დამსახურებაა. მიქაუტაძე თანამედროვე ფორვარდის იდეალური განსახიერებაა. საჯარიმოს თავდამსხმელი ნაკლებადაა და ძალიან აქტიური ფორვარდია, რომელსაც სხვა პოზიციებზე თამაშით შეუძლია. მას ბურთის ბრწყინვალე კონტროლი, ორივე ფეხით თამაში და მოკლე მონაკვეთში აჩქარებები იდეალურად გამოსდის. გიორგი მიქაუტაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა. მოუთმენლად ველოდებით სეზონის ბოლო ნაწილს, ყველა მატჩზე ვფიქრობთ. ვიცით, რომ სამივე მატჩში უნდა მოვიგოთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. ზეწოლა არ არსებობს, რადგან ეს არის მიზანი, რომელიც თავიდანვე გვქონდა. მიქაუტაძეს ლიონის მაისურით 44 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 10 ასისტი გააკეთა. გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლა ლიგიდან გავარდნის სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, ZDZ მეცხრე შეხვედრა არ წაუგია. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ლა ლიგის 34 ტურის შეხვედრა სტუმრად ლა ლიგ პალმასთან გამართა. ანგარიშით 3-2 გაიმარჯვა და პრაქტიკულად გაინაღდა ლა ლიგაში დარჩენა. გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში ლივერპულში გადავა
თუმცა გუნდის ამჟამინდელი პირველი მეკარე, ალისონ ბეკერი, კლუბის დატოვებას არ აპირებს. მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი მეკარე საუდის არაბეთის კლუბების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ზაფხულში უარყოფს, იმ დროისთვის კი ლივერპულს ოფიციალურად შეუერთდება გიორგი მამარდაშვილი, რომლის ტრანსფერის თანხაც 35 მილიონ ფუნტად ფასდება. გერმანიის ბუნდესლიგის 32 ტურში ბუდუ ზივზივაძე მოედანზე დაბრუნდა, შესაბამისად, მისთვის დასრულდა ერთთვიანი პაუზა, რომლის განმავლობაში 4 მატჩი გამოტოვა. ქართველმა ფორვარდმა ტრავმა 29 მარტს ვოლფსბურგთან მიიღო და ახლა ბოხუმთან საშინაო მატჩში დაბრუნდა. ბუდუ თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო, მატჩი კი 0-0 დასრულდა. დღეისთვის სულ ეს იყო აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მადლობა ყურადღებისთვის.